ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემები გახლავთ. სეზონური ვირუსები ზაფხულში, სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია და ალერგიული სეზონი, მზე, ზღვა და ზაფხულის რისკები. აი ამ საკითხებზე საზაღვროთ პირდაპირ ეთერში მოვიწვიეთ თერაპევტი, პულმონოლოგი, გასტროენტეროლოგი თეონა ტოტოჩია და ექიმი ალერგოლოგი მანანა გაჯაია. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველი შეკითხვა ექნება კაპიტან თეონა თქვენთან. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, ჩვენ მაინც გვხვდება სეზონური ვირუსები ან ვირუსის სიმპტომები. რას ნიშნავს ეს? ხომ არ არის ეს ზაფხულის გრიპი ეგრეთ წოდებული და რომელი ვირუსებია დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული? მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა, წარმატებულ ეთერს გისურვებთ. ასევე სასიამოვნოა, მადლობა. ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში. მადლობა. კი, უნდა ითქვას, რომ ზაფხულის გრიპი ესე ტერმინოლოგიურად არსებობს რეალურად. არსებობს გრიპის და სეზონური გრიპი, ესე თქვა, სეზონური გრიპები, არსებობს მათი გავრცელების სეზონურობა, იქიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს არის ზემოსასუნთქი გზების ინფექცია ვირუსული თუ აი ესე ვთქვათ ინფექციური, რომელთაც ახასიათებს სეზონურობა. გამომდინარე იქიდან მათი ამ დაავადების გამოწვევებს აქვთ გარკვეული პირობები, როდის და როგორ კარგად ბინადრობენ გარემო პირობებში და შემდეგ გამოიწვიონ და ადამიანის დასნებოვნება, დაავადება და შემდეგ კლინიკური მანიფესტაცია. ზაფხულის პირობებში, აი ამ პერიოდში, ვინაიდან თბილი სეზონია და იმედი უფრო თბილი სეზონი და თბილი ზაფხული გვექნება. ხო, თლად თბილიც არა. ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედოვნებთ. თუმცა ამას მოსდევს შესაბამისად ზაფხულის სეზონზე აქტუალური ვირუსების გავრცელება და დღესდღეობით მეტნაკლებად გავრცელებულია. ესეთი არის ენტეროვირუსების სეზონია, სეზონურად რო ვისაუბროთ, არის რესპირაციულ სინციტიური ვირუსები, არის გრიპის ვირუსები, ადაპეტიპის გრიპის რინოვირუსები, ადენოვირუსები, რომლებიც სეზონურად უფრო იჩენენ ზუსტად ამ პერიოდში თავს, ვინაიდან ეს ვირუსები კარგად გრძნობენ და ბინადრობენ თბილ მშრალ გარემოში და შესაბამისად შეიჭრებიან ადამიანის ორგანიზმში და იწვევენ დაავადების განვითარებას. გასაგებია. აი მე პარალელურად მოგმართავთ სხვა თემებია, მაგრამ რაღაც ერთმანეთთან მაინც არის კავშირში. კაპიტან მანანა, აი ჩვენთვის რიგითი ადამიანებისთვის მაინც გაზაფხული ასოცირდება ალერგიასთან და ასე გგონია, რომ გაზაფხულია ალერგიის სეზონი, მაგრამ მე მგონი ეს ასე არ არის. საინტერესოა ზაფხულში რა ალერგიული დაავადებები გვხვდება და ძირითადად რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები. გეთანხმებით, ადამიანთა უმრავლესობას მიეჩნია მხოლოდ გაზაფხული ალერგიული დაავადებების გამომწვევი. არ გაზაფხულზე ყვავის ხელმცენარეები და მათი ყვავილები იწვევს მთელ ალერგიულ პრობლემებს. მაგალითად, თხილის ხე იანვრის ბოლოდან იწყებს ყვავილობას და აპრილის ბოლომდე თითქმის აგრძელებს. მუხის ხე, რომელიც მოგეხსენებათ ქუთაისის შემოგარენში საქართველოს დიდი რაოდენობითაა, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ არანაკლებ აქტუალურია ზაფხულის სეზონისთვის ალერგიული პროცესები. ზაფხულში რა ხდება? ხემცენარეების ყვავილობა შემცირება დამთავრებულია, მაგრამ იწყება ბალახების ყვავილობა. პირველ რიგში ეს არის მარცვლოვნები და სარეველა ბალახები, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ყველასათვის ცნობილია, ამბროზია, ეს ცნობილი მცენარეა, ავშანი, ტიმოთის, მრავალძარღვა და ამ ყვავილების მტვერს აქ-ერთი განსხვავებული ხემცენარეების მტვერისგან ძალიან სულუქია. და ქარშეულია ეს რამოდენიმე კილომეტრზე გაავრცელოს. და იმ ადგილზე, სადაც მაგალითად არ არის ავშანი, შეიძლება ავშანის გამო ადამიანს განვითარდეს ალერგიული პრობლემები. და ხდება ესეთი სასუნთქგზებში, ალვიოლად ხდება, შეისუნთქება ალვიოლად და შესაბამისად ხშირი მომართვიანობა ალერგიული რინოკონიუნქტივიტების სახით პოლინოზის სახელწოდებითაა ეს დაავადება, სადაც ცხვირის და თვალის სიმპტომატიკა ერთად არის. იწყება ცხვირის გაჭედილობა, ქავილი, ცემინებები, ქავილი ახასიათებს თვალების, ყურების ქავილი, ეს დამახასიათებელია, ძალიან ძაფრი, თვალები შეჩუქებულია, გაწითლებულია, ცრემლენ ახასიათებს.
ასევე ხშირია კანის ფოტოდერმატიტები ან ფოტოურტიკარები, რომელიც ზისხივების ულტრაისფერი ზემოქმედების გამო ვითარდება. ხშირი არის კვებითი და კონტაქტური დერმატიტები, როგორც არის შემოდის ახალი სეზონური ხილი, დიდი რაოდენობით ყვებულობთ აფხილს, ასევე ზღვის პროდუქტებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს კვებითი ალერგია, კონტაქტური დერმატიტები უმეტესად უხარისხო კოსმეტიკით და განსაკუთრებით ზის დამცავი უხარისხო. ამას აუცილებლად ჭამშით გადაცემის მსვლელობის დროს. და ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მწერის ნაკვენები. ზაფხულის დღეში, ზაფხულის პერიოდში მოგეხსენებათ ფუტკრის, კრაზანის და ბლუტის ნაკვენები. დიახ, აუცილებლად შევეხებით ამ თემებს. ქავტონ თეონა, აი ზაფხულის ვირუსები, რითი განსხვავდება ზამთრის სეზონური გრიპებისა და გაციებისაგან? განმასხვავებელი ნიშნა ნამდვილად არსებობს ზამთრის ზაფხულის ვირუსების მიმდინარეობას. ვინაიდან ზამთრის სეზონში და ზაფხულის სეზონში, როგორც აღნიშნეთ, ვირუსებს, ბაქტერიებს ჭირდება გარკვეული კლიმატი. ეს იქნება სითბო თუ სიცივე. შესაბამისად, გარკვეული ვირუსი ზაფხულში, გარკვეული ზამთარში იჩენს თავს და იწვევს დაავადების განვითარებას. ნიშნა, როდესაც განვასხვაოთ ერთმანეთისგან, მნიშვნელოვანია, რომელი ვირუსი გამოიწვევს დაავადებას, როგორი გზით ხდება გადაცემის მექანიზმები და რა ხანგრძლივობით მიმდინარეობს. ზუსტად ამათში არის განსხვავება ეგრეთ წოდებულ ზამთრის და ზაფხულის ვირუსებს, თორე ვირუსია, ორივე იწვევს დაავადებას და ორივეს ახასიათებს კლინიკური მანიფესტაცია. ზაფხულის ვირუსები გადაცემის გზებით არის განსხვავებული, ასე რომ ვთქვათ, ზამთრის და ზაფხულის ვირუსები, ვირუსების სახეობით, აღნიშნეთ, რომ ზაფხულში უფრო მეტად დღესდღეობითაც გავრცელებული ეს არის ენტეროვირუსები, სინციტიური რესპირატორული ვირუსები, გრიპის ვირუსები, ADB გრიპის ვირუსები, რინოვირუსი, ადენოვირუსი, რომლებიც ზაფხულში ვრცელდება უფრო მეტად. რაც შეეხება და აუცილებლად მათი გადაცემის მექანიზმით არის განსხვავებული, ესენი ძირითადად ფეკალ-ორალური გზით ხდება გადაცემა დაბინძურებული წყლიდან, დაბინძურებული ხელით, ესე რომ ვთქვათ, შეხებით თვალის, ცხვირის პირის ლორწოვან გარსთან კონტაქტის შედეგად. რაც შეეხება ზამთრის ვირუსები, ესენი უფრო მეტად არის გამოხატული გრიპის, ADB ტიპის გრიპის ვირუსები, გრიპის ინფლუენსა ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც უფრო ზამთარში იჩენს თავს და ამათი გადაცემა ადამიანის ორგანიზმში, ესე რომ ვთქვათ, რომლებიც იწვევს დაავადებას, ხდება უფრო ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ სასუნთქი გზებით ხდება ადამიანის ორგანიზმში ამ ტიპის ვირუსების მოხვედრა. რაც შეეხება ხანგრძლივობაც, შეიძლება აღინიშნოს, რომ ზემოთ აღნიშნული ვირუსების განსხვავებულია და შესაბამისად სეზონურადაც არის განსხვავებული. ზაფხულის ვირუსები, რომლებიც იწვევენ ვირუსულ ინფექციებს, უფრო ხანმოკლე მიმდინარეობით ხასიათდებიან, 2-3 დღე გამოვლინდება პერიოდი და შეიძლება მაქსიმუმ 5-7 დღის განმავლობაში განვითარდეს და მიმდინარეობდეს დაავადება. დაავადება შესაძლებელია თვითნებურადაც სახლის პირობებში ალაგდეს, შესაძლებელია რა თქმა უნდა ძირითად შემთხვევაში, თუმცა რისკ ფაქტორებიც უამრავი არსებობს, რომელზეც ვისაუბროთ. ზამთრის ვირუსები უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს, 5-დან 7 დღემდე ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებელია 2 კვირა და გამოჯანმრთელების პერიოდი უფრო ხანგრძლივია ასეთ ვირუსებს და კლინიკური ნიშნებიც და გამოვლინებებიც რა თქმა უნდა განსხვავებულია. ვინაიდან ხდება ან რესპირატორული გზით დაზიანება ვირუსული ინფექციების შედეგად, ან შესაძლებელია იყოს როგორც რესპირატორული, ასევე ენტეროჩივილები, ესე რომ ვთქვათ. ეს ჩივილებიც მრავალი სახით ვლინდება, მრავალგვარია, არის ზოგადი სიმპტომატიკა, რომელიც ახასიათებს ვირუსულ ინფექციას და ასევე არის როგორც ჰაერწვეთოვანი რესპირატორული, ასევე გასტროენტეროლოგიური ჩივილები. ზოგადი ჩივილებიც ფართოა, იწყება ზოგადი საერთო სისუსტით, ვირუსული ინფექციები მიმდინარეობის სახით, ცხელებით, ტემპერატურის მომატებით, ეს შეიძლება იყოს შემცირნებით, კანკალით, სუფებრილური ან ჰექტიური ცხელება. აქაც გააჩნია, რომელი ვირუსია დაავადებების მაპროვოცირებელი და გამშვები მექანიზმი, სხვადასხვა სახით მიმდინარეობა ახასიათებს, მაგალითად ენტეროვირუსი, საკმაოდ მაღალი ცხელებით, შემცირნებით, კანკალით 39-40 გრადუს ცელსიუსამდე ახასიათებს და იწვევს ძირითადად გასტროენტეროლოგიურ პრობლემებს, როგორიც არის გულისრევა, ღებინება, დიარეა,
ტკივილი მუცელში, მუცლის სპაზმი, გახანგრძლივებული ფაღარათი, ანუ გახშირებული კუჭის მოქმედება ცხელებასთან ერთად და ასევე შესაძლებელია იყოს მეტნაკლებად გამოხატული რესპირატორული ჩივილებიც, როგორიც არის, ყელის ტკივილი, სურდო, ცემინება და ესე შემდეგ. და რაც შეეხება რესპირატორული სახით, როგორიცაა ეს თქვით გრიპის ვირუსები, A და B გრიპის ვირუსები დომინანტობს ამ ეტაპზე, უფრო ჰაერწვეთოვანი გზით ხდება გადაცემა, იწვევენ რესპირატორული ხასიათის ჩივილებს და ძირითადად აქ იწყება, როგორც არის ზედა სასუნთქი გზების ინფიცირებით, ესე რომ ვთქვათ, ცემინება, სურდო, ხველა, ნახვალის გამოყოფით ან შეიძლება იყოს მშრალი ხასიათის ხველა და რა თქმა უნდა ზოგადი ჩივილებით ტემპერატურის მატება, სისუსტე, ოფლიანობა, ადინამია, კუნთების სახსრების ტკივილი დამახასიათებელია ვირუსული ინფექციების დროს. გააჩნია მათი ხანგრძლივობას, მიმდინარეობას და რა თქმა უნდა მართვის პერიოდს თუ როგორ დავეხმარებით პაციენტს ოჯახის პირობებში თუ ამბულატორიულ პირობებში. რა თქმა უნდა ჯობია დროული დიაგნოსტიკა, დროული დახმარების აღმოცენება, ვინაიდან არსებობს ბევრი რისკ ფაქტორები ვირუსული ინფექციების დროს, რომელმაც შესაძლებელია განავითაროს დაავადებების მიმდინარეობის დამძიმება. რისკ ფაქტორებიც მრავალგვარია, ეს ბავშვთა ასტაკი უპირველეს ყოვლისა 3 თვემდე ბავშვებში საკმაოდ რისკი არის ნებისმიერი ვირუსული ინფექციების განვითარების. ეს არის ორსულები, საკმაოდ ფრთხილით უნდა მიმართოთ ესეთ პაციენტებს. 65 წელსევით გადაცილებული პაციენტები და ქრონიკი პაციენტები, ანუ რომელთაც ქრონიკულად აქვთ ქრონიკული დაავადებები, ეს იქნება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რესპირაციული დაავადებები, როგორიცაა ფილტვების ქრონიკული დაავადებები, აქ ქოდი, ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, ასთმა იგულისხმება, ასევე გულსის საქმეთა დაავადებები, გულის უკმარისობა, სტენოკარდია, ჰიპერტენზია, ესე შემდეგ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შაქრიანი დიაბეტის არსებობა, როგორც ქრონიკული დაავადება, ვინაიდან ინფექციის დროს იგი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. რა თქმა უნდა, და იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებს ეს იქნება HIV ინფექცია, ქრონიკი პაციენტები და მნიშვნელოვანია ონკოპაციენტების, რა თქმა უნდა, და მათი დროული დიაგნოსტიკა, მართვა და დროულად მედიკამენტოზურად სწორი დახმარების აღმოცენება, ვინაიდან არ გამოვიწვიოთ დაავადების გამწვავება და მიმდინარეობის გართულება, გართულებებიც მრავალი სახით შეიძლება გამოვლინდეს. ეს არის როდის შეიძლება რომ ესე ვთქვათ გადაუდებელი იყოს პაციენტისთვის დახმარების გაწევა და მედიკამენტოზურად და ექიმის მეთვალყურეობა. ეს არის შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობასთან დაკავშირებული ჩივილები, სუნთქვის სიხშირის გახშირება, ჰაერის უკმარისობის მოვლენები, სუნთქვაში ჩაერთოს დამხმარე მუსკულატურა, ვინაიდან ხდება რესპირატორული ინფექციებით, ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებაც უკვე და განვითარდეს, გავრცელდეს ინფექცია და განავითაროს ფილტვების ანთება პნევმონიის სახით, რომელიც უკვე სუნთქვის უკმარისობას იწვევს, განსაკუთრებით ქრონიკულ პაციენტებში, რომელთაც დაუშვათ ქრონიკულად აქვთ ფილტვების დაავადება, ეს ქოდი თუ ასთმა იქნება, მოიხმარე რეგულარულად საინგალაციო მედიკამენტებს, მაგრამ ნებისმიერი ინფექციური თუ ვირუსული და დამატებითი ბაქტერია იწვევს მათი მდგომარეობის დამძიმებას, ხო? მნიშვნელოვანია ცხელების მართვა პაციენტებში, რა ხანგრძლივობით გრძელდება, თუ პაციენტს დაუშვათ აქვს 3-5 დღის განმავლობაში დაუმორჩილებელი ცხელება მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი იღებს ანტიპირეტრულ საშუალებებს, ან არის ისეთი პერიოდი, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი 1-2 დღე არ იყო ტემპერატურა, მაგრამ წამოვიდა ცხელების ტალღა, რომელიც ახასიათებს ვირუსების გარკვეულ ტიპს, აუცილებლად საყურადღებოა, ვინაიდან არ მოხდეს ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრირება, გაუწყლოვნება, რომელსაც აუცილებლად ჭირდება დროული დახმარების აღმოცენება. კი ბატონო, ნევროლოგიური სტატუსითაც შესაძლებელია პაციენტის გამწვავება, ვინაიდან პაციენტი თუ სუნთქვის უკმარისობა, ჰიპოქსია ვლინდება, დეჰიდრირდება, არტერიული წნევის დაქვეითება ხდება. პაციენტი ხდება ძლიერ ოფლის სახით ტემპერატურის დროს კარგავს სითხეს, პაციენტი ხდება ადინამიური, შესაძლებელია კონტაქტში შემოსვლაც უკვე იყოს გაძნელებული, იყოს ძილიანობა და რა თქმა უნდა პაციენტთან დროული ისევ და ისევ. ხა სწორედ ამიტომ არსებობს ოჯახის ექიმი, რომ პირველ რიგში მიმართოთ, დროულად მიმართოთ. ეს სიტყვა ალბათ ძალიან ხშირად უნდა გამოვიყენოთ და აუცილებლად მოვუვლით ყველა დაავადებას უკვე იქნება მდგომარეობის ინდივიდუალურად საჭირო პაციენტ უნდა შეირჩეს გარკვეული სქემა მენეჯმენტი დავსახოთ მკურნალობის ტაქტიკის მართვაში. გასაგები. აი რეკომენდაციების სახით ჩვენ გადაცემის ბოლოს ჯერ არა, მაგრამ გადაცემის ბოლოს აუცილებლად მივაწვით ინფორმაციას ჩვენს ტელემაყურებლებს. გაბატონო ნანა, აი როგორ უნდა განვასხვაოთ მზის დამწვრობა, რა ზაფხულში ძალიან
ესეთი გავრცელებული არის და ხშირად არ იცავენ ადამიანები თავს, რომ მზის დამწყობისგან როგორ განვასხვაოთ მზის ალერგიისაგან ან სხვა ალერგიული რეაქციებისაგან. ესე იგი, მზის ულტრაასფერისხივი მოგეხსენებათ კანზე ზემოქმედებს და თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდება მზისგან დამცავის გარეშე მზეზე და ეს შეიძლება ნებისმიერ ადგილზე ადამიანს აემართოს, ვითარდება მზის დამწვრობა. მზის დამწვრობა, ესე იგი, თერმული ზემოქმედება ხდება კანზე ულტრაასფერისხივებით. ამ დროს კანი წითლდება, შუპდება და მტკივნეულია და განსაკუთრებით აღსანიშნავია ლოკალიზაციის მხრივ არის ზუსტად იმ ადგილზე, სადაც უშუალოდ ხდებოდა მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედება. აი რაც შეეხება მზის ალერგიას, ეს უკვე სისტემური იმუნური რეაქცია. კანი ცილა იცვლება ულტრაასფერისხივების ზემოქმედებით, ორგანიზმი მას ვეღარ ცნობს, აღიქვამს როგორც უცხო სხეულს, ალერგენს და ებრძვის მას. და აქ დროს უკვე მიდის მთელი რიგი ალერგიული კასკადი შეიძლება განვითარდეს. მზის ალერგიის დროს კანზე ჩნდება წვრილი, კვანძოვანი და ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც ძალიან ძლიერი შეუპოვარი ქავრით ხასიათდება, ახასიათებს წვა და ლოკალიზაციის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ თუ მზის დამწვრობის დროს ის მხოლოდ უშუალოდ იმ ადგილზე ხდებოდა, სადაც პირდაპირ ზემოქმედება იყო მზის სხივების, ეს შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილზე, იმ ადგილზე ტანსაცმლის შიგნით, სადაც მზის სხივების მოხვედრა არ ხდებოდა, ადამიანი ძალიან განიცდის და ამ დროს მთელი რიგი საჭირო დახმარებებია გასაწევრი, აუცილებლად. ჯერ ერთი რომ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ, რომ ადამიანი მზისგან გამოვიდეს პირველ რიგში, გადავიდეს ჭრილში, ან შევიდეს რაღაც დახურულ შენობაში, ასევე მოხდეს კანის გაგრილება, კანის გაგრილება ან ცივი შხაპი უნდა მიიღოს და არა ყინულიანი. რომ მოხდეს ტემპერატურის დაზეცემა, ასევე შეიძლება ადგილობრივად წყლის ცივი კომპრესების გაკეთება, აუცილებელია კანის დატენიანება და ეს დატენიანება უნდა მოხდეს ხარისხიანი და სპეციალური საშუალებებით, მაგალითად პანთენოლის შემცვლელი სპრეი იყიდება, რომელთაც კანი უნდა დატენიანდეს, ან და არის სპეციალური ჰიპოალერგიული კრემები, რომელიც შეგვიძლია დავიტანოთ კანზე და ცოტათი დავამშვიდოთ და დავაწყნაროთ. თუ პაციენტი არის ალერგიული და მას აქვს რაღაცა და იცის რომ ალერგია აქვს და ხშირად უვითარდება, ამ დროს აუცილებლად უნდა მივცეთ ანტიჰისტამინური საშუალება. რა თქმა უნდა, ექიმთა რეკომენდაციით სასურველია ეს ანტიჰისტამინური საშუალება იყოს მეორე თაობის პრეპარატი, რომელიც ძილიანობას არ იწვევს, როგორიცაა ცეტირიზინი, ლორატადინი, ბილასტინი, რომ მოხდეს ფოტოდერმატიტის მოვლენების შემცირება და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ხრივს დიდი რაოდენობის ცითხე მიიღოს პაციენტმა, იმიტომ რომ აორთქლება ხდება, მოგეხსენებათ კარგად და რაც მთავარია, ასეთი პაციენტი არ უნდა გავიდეს 11 საათიდან 5 საათამდე გარეთ. არა, არც ერთ დღეს, უკვე ზაფხულის დღეებში, როცა ვარ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ 11 საათიდან 17 საათამდე მოვერიდოთ მზის სხივებს. ეხლა არის ყველა საშუალება, ყველა ტელეფონშია ინფორმაცია, როგორი არის ულტრაასფერი გამოსხივება. მაღალია, დაბალია, გიწერს აუცილებლად იქა და როცა ეს მაღალია, როდის არის მაღალი, როცა პირდაპირ მზის სხივების ზემოქმედება ხდება კანზე. ამ დროს 11-დან 17 საათამდე ადამიანმა უნდა შეიკავოს თავი მაქსიმალურად, ან უნდა იყოს რაღაცნაირად დაცული კოდი, რა იყოს გლავიანი ჩაიცოს და კი ბატონო, აუცილებლად. ისევ ქალბატონ თეონასთან გადავდივარ შეკითხვით, აი რატომ არის ზაფხულში ვირუსული ინფექციები და შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსაზრებები, იგივე კონდიციონერთან დაკავშირებით, ცივ სასმელებთან დაკავშირებით, თუნდაც მაცივარში შენახული პროდუქტებთან დაკავშირებით, ნაყინთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გრიპს ბავშვებში დიახ და იწვევს თუ არა ეს ვირუსებს, გრიპს და ასე შემდეგ. აი რას ეთქვით ჩვენს ტელემაყურებლებს? ხალხად შემიძლია აღვნიშნო, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ნამდვილად იწვევს ჩივილებს, თუმცა კონდიციონერი, ნაყინი, ცივი სასმელები არ შეიცავს ვირუსს. ხო, ანუ ვირუსის გამომწვევ მიკროორგანიზმებს არ შეიცავს. მაგრამ შეიძლება იყოს ხელი შემწყობი. თუმცა ხელშეწყობია, ვინაიდან ისინი ქმნიან გარკვეულ პირობებს ადამიანის ორგანიზმში,
როცა იმუნური სისტემა ბარიერი მოხვედრის ადამიანის ორგანიზმში ვირუსის ხდება უფრო ხელსაყრელი. მაგალითად, კონდიციონერით დავიწყოთ, საფულის პირობებში ვიყენებთ, ვინაიდან მოხდეს ოთახის გაგრილება და იწევს ჰაერის გამოშრობას, ანუ მშრალი ჰაერია, ამ მშრალ ჰაერს ჩვენ სუნთქავთ და შესაბამისად იწევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალესაც. შესაბამისად უკვე ბარიერი იმისა, რომ დაირღვეს, დაიცვას ადამიანის ორგანიზმმა თავი, არ მოხდეს ადამიანის ორგანიზმში ჰაერწვეთოვანი გზით ვირუსის მიკრობი, შესაბამისად ეს ფერხდება, ვერ ხერხდება, ადვილად ხდება ადამიანის ორგანიზმში, შესაბამისად მოხვედრა ვირუსის, რომელიც შემდეგ უკვე გამოიწვევს დაავადების განვითარებას. ცივ სასმელებს რაც შეეხება, ძალიან ცივი სასმელების მიღება იწვევს ადგილობრივად პირისხლში ლორწოვანი გარსის სპაზმს, ანუ სისწარღვების სპაზმს, შესაბამისად არ ხდება სისხლის ნაკადის მიდინება კარგად, მკაფიოდ, რომლის დროსაც ფერხდება ადგილობრივად იმუნური უჯრედების მიწოდება და შესაბამისად ადამიანის ორგანიზმს არ აქვს ბრძოლის უნარიანობა და პირისხლში არსებული მიკრობები უკვე კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ გამოიწვიონ დაავადება. ანუ ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერ ლორწოვან გარში ჩვენს ორგანიზმში არის პირობით პათოგენური ბაქტერიები და ვირუსები, რომლებიც არ იწვევენ დაავადების განვითარებას, მაგრამ როგორც კი ხელსაყრელი გარემო პირობები ექნებათ თუ გარემო არსებე მოხდება ჰაერწვეთოვანი გზით მიღება დამატებით ვირუსების, უკვე მათთვის ხელსაყრელი პირობაა განვითარდნენ, განიცადონ განვითარება და განავითარონ დაავადება და დაავადების მიმდინარეობა გამოიწვიონ. ეს რაც შეეხება ცივსასმელებს, საკვებ პროდუქტებს ეს კიდევ განპირობებულია თუ მაცივარი და ასევე სითბო არის ზაფხულის პირობებში და თბილ გარემოში ადვილად ხდება საკვების დაზიანება, ესე რომ ვთქვათ, რაც განპირობებელია აქაც უკვე ბაქტერიული ფლორის გაღვივების და ადამიანის ორგანიზმში დაავადების განვითარების განპირობება. გასაგებია, მადლობა. გავეტყვი მანანა, ზღვამ ალერგია მომცა. აი ასეთი ფრაზა ხშირად გვესმის სხვათაშორის და ერთმანეთისთვისაც გვითქვამს ალბათ ჩვენ და არა ექიმებს. რას ნიშნავს ეს ფრაზა? სამედიცინო თვალსაზრისით მითი ასე ვთქვათ ეს რომ ფრაზა ზღვა მომცა ალერგია. ზღვაზე ვერ მივდივარ ალერგია. არა. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ზღვა და მასში შემავალი მინერალები ეს ბუნებრივი საშუალებებია და ისინი რამე ესეთ კრიტიკულ ალერგიულ რეაქციას ვერ გამოიწვევენ. ჩვენი გარემოა, ჩვენ წყალს ვამთ, ჰაერს ვუნთქავთ, სცენარებს ვეხებთ, ყველაფერი ხო ალერგიას. ასე არის ზღვა, არ იძლევა ეს ალერგიას. გამონაკლისი სახით შემიძლია ვთქვა, არის წყლის ურტიკარია, ჭინჭლის ცება, რომელიც უიშვიათესი პათოლოგია და ეს მარტო ზღვის წყლით არ არის განპირობებული. ზღვაზე, ესე იგი, ზღვის ალერგია და ზღვაზე გამოწვეული ალერგია ზღვის წყალი არ იწვევს, იწვევს გარემო პირობები, რომელიც თამდევია ზღვაზე ყოფნის. ხო გამიგეთ? ჩვენ მივიდივართ ზღვაზე, იცვლება ჩვენი ცხოვრების პირობები, იცვლება ყველაფერი, ჩვეულებრივ გარემოდან გადავდივართ უფრო სხვა გარემოში. პირველ რიგში შემიძლია აღვნიშნო ინტენსიური ულტრაესფერი გამოსხივება. ზღვაზე მივიდივართ ვირუჯებით, ხებულობ, ზისხილებს და ეს თავისთავად გავლენას იღებს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, იგივე მზის დაწვრობა, ან მზის ალერგია შეიძლება გამოიწვიოს. არა. ეხლა თუ რაღაცა იქ ზღვაში მცხოვრები რამე მედუზასთან შეხება იყოს, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა მოყვეს, მაგრამ თვითონ ზღვის წყალი არა. რაც შეეხება მედუზას რაღაც გადავედით იყვე ამასაც, მედუზამ შეიძლება ორი ტიპის რეაქცია გამოიწვიოს ადამიანის ანუ ძიმე ალერგიული რეაქციები. პირველი შეიძლება იყოს დამწრობა გამოიწვიოს, ქიმიური დამწრობა. მის საცეცებში არის ნესტარი, რომელიც გამოყოფს ხავს და კანთან მოხვედრის დროს იწყებს ტოქსიკური რეაქცია. მიდის კანის დამძრობა, ძლიერი ტკივილი და რაღაც საშინელი ცვა. ეს არის ტოქსიური რა, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს სისტემური იმუნური პასუხი. თუ ადამიანი არის სენსიბილიზებული, გრძნობიერი და განსაკუთრებით მედუზას ტოქსინზე, ამ დროს შეიძლება განვითარდეს წვავი ალერგიული რეაქციები, იგივე გამონაყარი, ქავილი, სუფრის გაზრდება და შეიძლება ანაფილაქსიური რეაქციას განვითარდეს. ზღვაზე ალერგიას ასევე იწვევს საკვები.
მოგეხსენებათ ჩვენ იქ რაღაც ცოტა სხვა თუ კიდე ცხოვრების სტილი იცვლება ჩვენი თუ სადმე ეგზოტიკურ ქვეყანაში მივიდივართ ეგზოტიკურ ხილს მივიჩნევთ სანელებლებით დიდი რაოდენობით შეზავებულს ასევე მივიჩნევთ წყლის პროდუქტებს კრივეტებს მიდიებს იმორჩხალებს რაც თავისთავად კიდე ძლიერი ალერგენებია და ეს კიდე უკვე ალერგიული დერმატიტი ურტიკარი იგივე ჭინჭისება შეიძლება გამოიწვიოს და მინდა აღვნიშნო ზის დამცავი საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. თვითონ თუ ის აჯერეთი რომ დიდი ჩვენი მხოლოდ ზაფხულზე ვხმარობთ და შეიძლება ყოველდღიურადაც არ ვხმარობდეთ, ხო? ჩვენ არ ვიცით ეს შეგვიძლია. თან რა ხარისხისაა, როგორი შემადგენლობისა და უხარისხო კოსმეტიკამ და მის შემოთავაზებები შეიძლება კონტაქტური დერმატიტი გამოიწვიოს კი. გასაგები. ამიტომ ზღვა არ იწვევს ალერგია. გარემო პირობების ერთობლიობა იწვევს იმ პირობებს, რომ შეიძლება მოხდეს ალერგიული რეაქცია განვითარდეს. ნამდვილად მითია სამედიცინო თვალსაზრისით. გასაგებია. კაპიტან თეონა, ძალიან ხშირად გვსმენია ჩვენ, რომ სეზონურ ვირუსებზე, ზოგადად ინფექციურ ვირუსებზე ანტიბიოტიკები არ ახდენენ ზემოქმედებას. ვიცით რომ თვითნებურათაც იღებენ და ალბათ სწრაფად უნდათ ლოკალიზება სხვადასხვა სახის დაავადებების და მიაჩნიათ ეს კარგ დახმარებად თითქოს. დიახ, თავით ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ. აი თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ, რამდენად არის ეს დაშვებული ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება და აი რატომ არ შეიძლება ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკების მიღება? ნამდვილად სოფლიო მედიცინაში და დღესდღეობით ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ანტიბიოტიკო რეზისტენტობის განვითარება არასრულფასოვნად, არასწორად, არამიზნობრივად დანიშნული და თვითნებურად მიღებული ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგი. ვირუსს ეს იქნება სეზონური საფრთხის თუ ზამთრის იწვევს ვირუსული ინფექციას გამოწვევი არის ვირუსი, რომელსაც ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. ანტიბიოტიკი მოქმედებს ანტიბაქტერიულად ბაქტერიაზე, რომელიც იწვევს ბაქტერიის სიკვდილს ან მისი განვითარების შეფერხებას, ესე რომ ვთქვათ. ბაქტერია და ვირუსი აბსოლუტურად განსხვავებული წარმონაქმნია, ესე რომ ვთქვათ, ბაქტერია არის უჯრედი, რომელსაც თავის გარეთა გარსიც აქვს რიბოსომები, ანუ შეუძლია ცილის სინთეზიც განავითაროს და ზუსტად ანტიბიოტიკები მოქმედებენ ბაქტერიის ან უჯრედის კედელზე, ან მის ცილის სინთეზის დათრგუნვას იწვევენ. შესაბამისად, ბაქტერია ვერც მისი კედლის გარეშე და ვერც მისი ცილის გარეშე ვერ იარსებებს. ანუ ბაქტერიის სიკვდილს იწვევს, ესე რომ ვთქვათ, ანტიბიოტიკი. ხოლო ვირუსი არ არის ეგეთი უჯრედი, ვირუსი არის ადამიანის ორგანიზმის გენეტიკის, დნმ-ის ან რნმ-ის რაღაც გარკვეული ნაწილი, რომელიც ადამიანის სხვა უჯრედში შედის და იქ ხსნობს კომფორტულად თავს და განიცდის და ახორციელებს თავისნაირივე უჯრედების განვითარებას. ანუ მასზე ანტიბიოტიკი ვერანაირზე გავლენას ვერ ახდენს. არ ხდება ანტიბიოტიკებით ჩვენი ვირუსული ინფექციების გამომწვევის დაზიანება, სიკვდილი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც დაავადების განვითარებას შეუშლის ხელს. პირიქით არასწორი ანტიბიოტიკების მიღება, როცა არ არის თანდართული თანაარსებობა არ ხდება ბაქტერიული ვირუსების. თუმცა ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ არის ვირუსული ინფექციები, რომლებიც თუ დროში გახანგრძლივდა, შესაძლებელია ამ დროს თუ ცხელება გრძელდება და დროში ხანგრძლივდება დაავადება, არსებობდეს, ანუ თანაარსებობდეს ბაქტერიული ინფექციები, ეს იქნება ოტიტი, სინუსიტი, ფრონტიტი, გაიმორიტი, ზედასასუნთქი გზების ინფექცია, ბრონქიტი და პნევმონიტ გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევების კლინიკური დიაგნოზის დადასტურების შედეგად, ანუ ჩვენი მეთვალყურეობით და რეკომენდაციით, ექიმის რეკომენდაციით დაინიშნოს აუცილებლად ანტიბიოტიკოთერაპია. ადამიანის ორგანიზმში კიდევ ამბობ, რომ არსებობს პირობით პათოგენური ბაქტერიები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ნორმალური და ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, როგორც ზედასასუნთქი გზებისთვის, ისე კუჭნაწლავის სისტემის კუთხით, ანუ ნაწლავში უამრავი ბაქტერია არსებობს, რომელიც კუჭნაწლავის ნორმალური რეგულირებისათვის არის მნიშვნელოვანი, რომ ფლორა იყოს ნორმალური, რომ კუჭის მოქმედება გქონდეს ნორმალური. თუ ჩვენ ადამიანს როცა არ არის სასურველი და არ არის ადამიანის ორგანიზმში რაიმე ბაქტერია შეჭრილი, რომელიც იწვევს დაავადებას, ხელოვნურად დამნიშნავთ ანტიბიოტიკს, ამ შემთხვევაში ჩვენს ორგანიზმში სასურველად არსებულ ანტიბიოტიკების მდგომარეობას ასუსტებს, უწყობს უქმნის ხელშემწყობ ფაქტორებს, ეს ბაქტერია
ბაქტერიები გაღვივდეს და უკვე გახდეს პათოგენური, ანუ დაავადების გამომწვევი. ამიტომ არის ხშირად ვირუსული ინფექციების დროს არამიზნობრივად დანიშნული ანტიბიოტიკების თერაპიის ფონზე გამოჯანმრთელების მაგივრად მოდის მეორე ეტაპი დაავადების, ანუ კლინიკურად ვლინდება ეს იქნება ფაღარათი, კუჭის აშლილობა, მუცლისკივილი და ესე შემდეგ. ვინაიდან ფლორა არის უკვე დარღვეული. და ამას თავიდან სტარტულად ჭირდება კიდევ მკურნალობის დაწყება, რაც რა თქმა უნდა დროში ახანგრძლივებს სიცოცხლის ხარისხს კარგავს ადამიანისას და რა თქმა უნდა არ არის სასურველი შეკეთილი. ძალიან დიდი მადლობა. როდესაც გვისმენენ ჩვენი ტელემაყურებლები, ალბათ აუცილებლად იღებენ ყურად იღებენ აი ამ რჩევებს და არავითარ შემთხვევაში ვირუსული ინფექციების დროს ისინი არ დალევენ ანტიბიოტიკებს თვითნებურად, რა თქმა უნდა, თუ ექიმი დაუნიშნავთ, ბუნებრივია უნდა დალიან. ქავტომანა ნახა თქვენთან ამ შეკითხვა ანაფილაქსიურ რეაქციებზე რა ნიშნები მიუთითებს და როდის არის ყველაზე მეტად საშიში და რა უნდა მოვიმოქმედოთ, როდესაც ჩნდება ფუტკრის, კრაზანის ან ბზიკის ნაკბენი, რაც დამეთანხმებით ალბათ, რომ ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით ბევრია და ხშირი შემთხვევაა. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ფუტკრის ნაკბენით დავიწყებ, ფუტკრის, კრაზანის და ბზიკის ნაკბენით დავიწყებ. ეს ისე იგი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ნაკბენის ადგილზე განვითარდეს შეშუპება, სიწითლე, ტკივილი რამოდენიმე წამში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე საათი და რამოდენიმე დღე და ეს თავისით დამთავრდეს. რაც შეეხება ალერგიულ პაციენტებს, რომელსაც აქვთ ინსექტური ალერგია, ეს არის მწერის შხამზე ალერგია. ამ შემთხვევაში ცოტა რთულად არის საქმე. შეიძლება მოხდეს მწვავე ალერგიული რეაქციების განვითარება და განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. ჯერ ერთი რომ პირველ რიგში იწყება ანაფილაქსიაზე ვლაპარაკობ ამ ეტაპზე, ეს რა ქვია, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, შეუპოვარი ხველა, ქოშინი, ასევე შეიძლება განვითარდეს შეუპოვარი შეშუპება, ანგიოდემა, ენის, ტუჩების, ხორხის სახის, მოხდეს მთელ სხეულზე ძლიერი ჯინჯრის სიების მაგვარი, ურტიკარიული გამონაყარი, ძლიერი ქავილით და წვით. ასევე შეიძლება ვითარდება სისტემური სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძალიან მოკლე დროში. შეიძლება რამოდენიმე წამში განვითარდეს. ნუ ანაფილაქსია ცოტა ხრმა თუ ვილაპარაკებთ, ბევრია ძალიან სალაპარაკო, იმიტომ შეიძლება წამიერად მოხდეს და ფატალურად დამთავრდეს, ისე რომ დახმარებაც ვერ მოახერხო, ან და შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის იყოს და დახმარების საშუალება უფრო გაქვს. ქავტომანა, ახლა ბუნებრივია საინტერესოა, თან ცოტა შიში შემეპარა და ალბათ ჩვენი ტელემაყურებლებიც ინტერესით გვისმენენ, რომ რა უნდა მოვიმოქმედოთ. არის ნაკბენი, ირგვლივ არ არის სამედიცინო დაწესებულება, ჩვენ არ ვიცით არაფერი, მაგრამ თქვენ იცით, გვასწავლეთ. რა თქმა უნდა. ესე იგი, შეიძლება ანაფილაქსიური რეაქცია და მწვავე ალერგიული რეაქცია განვითარდეს მრავლობითი დაკმენის დროს. არ იყოს პაციენტი ალერგიული, მაგრამ ტოქსიური ეფექტი ქვია და მრავლობითი დაზიანების დროსაც მოხდეს. ან და რაც თქვი, რომ აქვს ინსექტური ალერგია, ამ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა მოვაცილოთ ნესტარი. ნესტარის მოცილებასაც თავისი წესი აქვს. ტოვებს კანში ნესტარს, ფუტკარი მაგალითად არ კრაზანა, რომელსაც შხამის პარკი ახლავს თან. პირდაპირ ხელის მოჭერით მისი ამოღება ან პინცეტით ამოღება არ არის დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს შხამის პარკის მთლიანობა შეიძლება დაირღვეს და კანში ჩაიწუროს ეს შხამი და რა თქმა უნდა კიდევ უფრო ძლიერი ტოქსიური ეფექტი ექნება. ამისათვის სასურველია ჰორიზონტალურად იგივე ფრთხილით, ან პლასტიკური ბალათით, ან რაიმე ესეთი ბრტყელნივით გვერდულად ფრთხილად გადაუსვათ, რომ ნესტარი მოვაცილოთ და არ მოხდეს შხამის კიდე გავრცელება. ქავტომანა, თქვენ ძალიან მშვიდად საუბრობთ ახლა. იმიტომ რომ იცით ხართ საქმეში გარკვეული, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ ცოტა ავღელდი შინაგანად. სანამ ამას ვაცილებთ და თქვით რომ შესაძლოა შეშუპება გამოიწვიოს, გარდა იმისა რომ იქ სიწითლე სხვა რაღაცები შეშუპება. მე მივხვდი თქვენი შეკითხვას. ანუ პირველ რიგში რას ვაკეთებთ, რომ ვუშველოთ? პირველ რიგში ეფექტური არის ადრენალინის, იგივე ეპინეფრინის ინექცია. ჩვენთან საქართველოში არ არის ერთჯერადი ინექტორები. ეპიპენიან მისი მაგვარი, აუტო ქვია ინექტორი, რომელთაც შეგვიძლია პირდაპირ დოზირებულად შევიყვანოთ ადრენალინისთვის, ამპულები არსებობს,
ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ეს ცოტა არ არის ხელმისაწვდომი. დიდი ხანი ამაზე მიდის რაღაც ლაპარაკი, რომ ეს შემოიტანენ იქნება ხელმისაწვდომი. ზოგს თურქეთიდან შემოაგდა, აქ ვინც არის ახლა მქონდა ერთხელ შემთხვევა და გამოცდილია. ამიტომ გიყვებით დაწვრილებით რა უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ არ არის ეს ადრენალინი, იმიტომ რომ იმის შეყვანა იქვე ხდება ბარძაყის გარეთა კუნთში. ტანსაცმლის ზემოდანაც შეიძლება და უკვე რამოდენიმე წუთში პრობლემა მოხსნილია. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში არ არის და ამ მხრივ ჩვენ ძალიან დაჩაგურულები ვართ, ასე ვთქვათ. ისე მოვაცილეთ ნესტარი, შემდეგ ყინული შევახვიეთ ქსოვილში და ნაკბენის ადგილზე 10-15 წუთი უნდა გავაჭიროთ. რას აკეთებს? ავიწროებს სისხლძარღვებს და შხამის გავრცელების ეფექტი უფრო მცირდება და გაქვს საშუალება რომ აღმოუჩინო დახმარება ან მიიყვანო უახლოეს გადაუდებელ სამედიცინო დაწესებულებამდე. ასევე ძალიან კარგი საშუალება ანტიჰისტამინური პრეპარატის მიცემა. ანტიჰისტამინური პრეპარატები, როგორც დექსამეტაზონი, ანაფილაქსიას არ ხსნის. არა, ვერ ხსნის ანაფილაქსიას, უბრალოდ ერთი დადებითი ისაა, რომ შედარებით ანელებს პროცესს. თუ უნდა წავიდეს თქვა რაღაც რამოდენიმე წამში ეს ცოტათი გაანელებს და გაძლევს საშუალებას, რომ იმუშაო პაციენტთან და ადამიანთან და გაუწიო მას პირველი დახმარება.